ქართული ღვინის პირველი მაღაზია აზიის ყველაზე დიდ ბაზარზე ქალაქ ურუმჩიში დაახლოებით ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული 1000-მდე სახეობის ღვინო იყიდება. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და წლის ბოლომდე ქართული ღვინის სახლები ჩინეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიხსნება. Ჩვენ საფერავი პრემიუმი 2009 წლის მოსავალი აქვს ვერცხლის მედალი One Style Asia Awards, რომელიც ჩატარდა სინგაპურში და არის ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი ღვინო ჩინეთში. კომპანია ხარებამ ქართულ საფერავზე ახალი შეკვეთა მაღაზიის გახსნიდან ამდენიმე დღეში მიიღო. ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში, სადაც პირველი ქართული ღვინის მაღაზია გაიხსნა, საფერავთან ერთად კიდევ 1000-მდე სახეობის ქართული ღვინო იყიდება. იმპორტიორმა რამდენიმე კომპანიასთან აწარმოა მოლაპარაკებები და ჩვენი ღვინო არჩია ამ კომპანიების შორის ყველაზე ხარისხიანად. ჩვენზე გვაქვს გაყიდული დაახლოებით 30000 ბოთლი. ამჟამად გვაქვს ახალი შეკვეთა 10000 ბოთლზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საკმაოდ წარმატებულად იყიდება. ქართული ღვინის მაღაზია, რომელიც ჩინელმა მოქალაქემ გახსნა, მხოლოდ ხარებას მიერ ჩამოსხმული ღვინით მარაგდება. უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ქართული ღვინის მაღაზიები ჩინეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიხსნება. აზიის ბაზარი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ზრდადი ბაზარი მსოფლიოში, მათ შორის ქართული პროდუქციისთვის და ეკონომიკის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს გაიტანონ თავის პროდუქცია ექსპორტით, როგორც ჩინეთში, ასევე ინდოეთში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტმა ჩინეთში წელს 150-ჯერ მოიმატა. წინასწარი გათვლებით ეს რიცხვი უახლოეს მომავალში კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება. ჩინეთი არის პრიორიტეტული, მაგრამ ჩვენ აგრეთვე იდენტიფიცირებული გვაქვს პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ამ ბაზრებზეც გვაქვს საკმაოდ დიდი ზრდა თავისთავად. ჩვენ შარშანდელი ექსპორტი იყო 19 მილიონი ბოთლი. ჩვენ ვეჭვობთ, რომ წელს გვექნება 21-დან 22 მილიონი ბოთლამდე, რაც თავისთავად საკმაოდ კაი მაჩვენებელია. ქართულმა ღვინომ ჰონკონგის საერთაშორისო კონკურსზე წელს გრან-პრი მოიპოვა. ამავე კონკურსზე ოქროს მედალი ქინძმარაულის მარანის მუხაში დაძველებულმა საფერავმა მიიღო. ასევე ოქროს მედლით დაჯილდოვდა შატო მუხრანის ჭაჭა. ჩინეთის გარდა რამდენიმე თვეში ღვინის ექსპორტი ინდურ ბაზარზეც იგეგმება.